ჩვენი კანდიდატი თბილისის მერობის პოზიციაზე იქნება იაგო ხვიჩია. გირჩმა თბილისის მერობის კანდიდატად იაგო ხვიჩია წარადგინა, ხოლო ვიცემერის კანდიდატი ალექსანდრე რაქვიაშვილი იქნება. მერის და ვიცემერის კანდიდატურები პარტიამ პრაიმერიზის წესით აირჩია. ასევე დასახელდნენ თბილისის საკრებულოში დეპუტატობის კანდიდატები. ესენი არიან დავით ფანჯაკიძე, გიორგი გვენეტაძე და ეკა ონიანი. ჩვენ ვიცით რომ მოწინააღმდეგეების ხარეს არის ბევრი რესურსი, არის ბევრი ფული, არის სხვადასხვა საშუალებები, რომელიც პოლიტიკურ ბრძოლას ჭირდება. მაგრამ ჩვენს ხარეს არის სიმართლე და განსხვავებით სხვა ადამიანებისგან, რომელიც თქვენ კპირდებათ, რომ იცით რა, ჩვენ გიპატრონებთ, კარგად მოვილი, ჩვენ ვიქნებით ზრუნველი მთავრობა და ასე შემდეგ. ჩვენ ვართ ერთადერთი ხალხი, რომელიც გეუბნება, რომ გაგათავისუფლებთ. იმიტომ რომ ჩვენ გვჯერა, რომ თავისუფლებაში შეუძლიათ ადამიანებს საკუთარი რესურსების მაქსიმუმის გამოვლინება. და ზოგადად, ჩვენ ვართ ერთადერთი ხალხი, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ მზრუნველი თავრობის კონცეფციაზე. ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ თავრობა როცა ზრუნავს, მას შეუძლია მათრახიც გიტყლაშუნოს. ხოლო ჩვენი ამოცანა არის, რომ გავთავისუფლდეთ პირველ რიგში სახელმწიფო რეგულირებებისგან, თავრობის ამხელა ჩარევისგან და ამ იდეის რაღაცნაირი გამოვლინება, მათ შორის დედაქალაქში, ამ დედაქალაქის მოსახლეობას შეუძლია. შეგვიძლია, მოდით ვაჩვენოთ ერთმანეთს და საზოგადოებას, გვინდა თუ არა გათავისუფლება, გვინდა თუ არა გათავისუფლება იმისგან, რაც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან მოუდგამს. ჩვენ გვირდებით, რომ ჩვენ გააზრებულად მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ გვირდებით, რომ გავაკეთება საჯაროდ, იმიტომ რომ ყველა პარტია თავის მერობის კანდიდატს მალავდა, მაგრამ ჩვენ ვიყავით ის პარტია, რომელიც პრაიმერის ჩაატარა და სიამბილეში ყველა ჩვენო ხარდამჭერა უკვე გუშნიცოდა ჩვენი მერობის კანდიდატი, იმიტომ რომ ეს საჯარო პროცესი იყო. ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილებები არ იქნება დამალული, არ იქნება დახრულ კარს მიღებული, ეს იქნება საჯარო გადაწყვეტილება, თქვენ თვითონ დაინახავთ როგორ იქნება მიღებული. რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება იქნება მიმართული იმისკენ, რომ ჩვენ უბრალოდ კარგად ვიცხოვროთ, ბედნიერად ვიცხოვროთ. არ ვიღაცის ჯინაზე კი არ ვიცხოვროთ, ვიღაცის რაღაც საქმე კი არ გავაფუჭოთ, შური კი არ ვიძიოთ, არამედ კარგად ვიცხოვროთ, ბედნიერად ვიცხოვროთ, კომფორტულად ვიცხოვროთ. ქალაქი ხო კომფორტული ცხოვრებისთვის არის, არა წვალებისთვის, არა წამებისთვის, არა იმიტომ რომ ვიღაც, რა ვიცი, თავრობის წარმომადგენლად სარიელ გზებზე იაროს, ოცა ხალხმა ავტობუსებში უნდა იწვალოს, იმიტომ რომ, რა ვიცი, ადამიანი სამსახურში იწვალოს და დანარჩენება მის ხარჯზე იცხოვროს. ჩვენ უნდა ბედნიერი, კომფორტული ცხოვრება და ეს ქალაქი უნდა გავხადოთ ადგილად, სადაც ხალხი ბედნიერად და კომფორტულად ცხოვრობს. ამას გვერდებით და იმედია თქვენი მხარდაჭერა იმხელა იქნება, რომ ყველა ჩვენი იდეა რეალისტური გახდება.